გზის დათმობის ვალდებულება ზებრა გადასასვლელზე. Ამას მძღოლებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი ავალდებულებს, თუმცა წესს ყველა არ იცავს. ამის გამო ხშირია ავტოსატრანსპორტო შემთხვევებიც. რა მდგომარეობაა გურჯაანის ქუჩებში? უთმობენ თუ არა მძღოლები ფეხით მოსიარულეებს და რამდენად უსაფრთხოა ზებრა გადასასვლელით სარგებლობა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოსახლეობა გელა მეგრელიშვილმა გამოკითხა. ფეხით მოსიარულეს მძღოლმა უნდა დაუთმოს. ახლა მართალი რო გითხრათ, მე სხვაზე არ დავკურებულობ, მაგრამ ყონო არის ხოლმე შემთხვევა, რომ თუ ჩემ წინ მიდის და ყოფილა შემთხვევა, რომ არა, გაურბენია. ესე რო იყო ჩამოყალიბებული ჩვენი შინაგან მით უმეტეს ქართული იმიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, მაგრამ თრათ ესე ვერ არის ჯერჯერობით. ზებრის გარშე თუთმოყ მე მაგალითად. მითურდეს მანდილოსებს რო გადადიან და მოხუცები კიდე ვისაც უჭირს რა სიარული. ადამიანი გადმოდის, მანქანა მაინც უნდა შეარჩენოს და გადაატაროს. სხვანაირად არ გამოდის. ზებრა გადასასვლელზე ყველა არაჩერებს სამწუხაროდ, მაგრამ კარგია რომ ყველამ გააჩეროს. ბევრი არაჩერებს, φίλო. ვალდებულია შოფერი რომ დაუთმოს სულ. ბევრჯერ ისინი სატყუიან. რომ შეულიათ რომ ამ ფეხს აუჩქარონ და მიდიან აი ის ლაზმი გადა. მოუწესრიგებელია რა ქაურობა ის რო თქვა ბოლო-ბოლო. მაგრამ მაინც ყველა ვარიანტში შოფერია დამნაშავე რომ უნდა დაუთმო.